10 თვის შემდეგ მელიქიშვილის გამზირი ისევ პროტესტის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა 8 სექტემბერს საღამოს კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულმა მოვლენებმა პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. 2 დღის წინ დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა. საპროტესტო მარშის მონაწილეები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავდასხმებში ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღძრულია სამი საქმე და არსებობს ჩხუბისა და ძალადობის ამსახველი არაერთი ვიდეო მასალა, რომლებსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს. აქციაზე მყოფები პოლიციელების პასიურობა და ქართული ოცნების სასარგებლოდ მოქმედებაზეც მიუთითებენ. თბილისის მერობის კანდიდატი შტაბი კი დემონსტრანტებს გარე ძალების დავალებით სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში, პროვოკაციების მოწყობასა და საარჩევნო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მელიქიშვილის გამზირის მოვლენების ფონზე თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე ოპოზიციური პარტიებისა და ბოიკოტის მომხრე ძალების პოზიციები ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდა. დღე მეორე შეკრების ადგილი დიდ საკონცერტო დარბაზთან. დავიდრე აქციის მონაწილეები მსვლელობით იქვე მელიქიშვილისკენ დაიძრებოდნენ, იქ სადაც სახეებს ნიღბები ფარავდა ისმოდა დირექტივებიც. იმის შესახებ როგორ უნდა ეჩვენებინათ შენიღბულებს ძალა, მაგრამ ამ ძალის სამიზნე მსხვერპლი არ გამოჩენილიყო. არ ვიცით მაგათ შესაძლებლობა რაღაც სვერპლად გავიგაასაკო, მაგრამ რაღაც აგრესიული ძალა არა. ამ ამოცანით შეკრებილები, რომელთა შორისაც წინა პლანზე იყვნენ ახალგაზრდები და ნიღაბს მიღმა არასრულწლოვნებიც კი კახაკალაძის საარჩევნო შტაბისკენ დაიძრნენ. თუმცა ცოტა ხნით ადრე ფილარმონიასთან შეთანხმებული სქემის ნაცვლად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საარჩევნო შტაბთან, სადაც აქა-იქ ჩანდნენ ცნობილი პოლიტიკური სახეები, თუმცა სხვა სახეებს მეტწილად ნიღბები ფარავდა, სამიზნე აუდიტორიიდან არავინ გამოსულა. აქციის მიმდინარეობისას მმართველი პარტიის მხარდამჭერები შტაბში იმყოფებოდნენ და გარედან ისმენდნენ პროტესტის ჰიმნად ქცეულ შეძახილს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად ჟღერდა მცირე პაუზებით. ამ შეძახილების ფონზე მეგაფონში ჟღერდა იმ გამომსვლელთა ხმაც, ვისაც სურდა სათქმელი იქ შეკრებილებისთვის გაეგონებინა. მათ შორის ძირითადად შემოდგომის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრების, რომლებიც სხვებს ამხნევებდნენ. თუმცა ამ მომავლის ნაწილი ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის საკუთარი სათქმელის უფრო ახლოს მიტანას ცდილობდა და შტაბში მყოფებს გარეთ იხმობდა ხან ფანჯრიდან, ხან კარიდან. გარეთ იხმობდნენ კაცებიც და თანაბრად ქალებიც. თუმცა გარეთ საპასუხოდ არავინ გამოსულა და სიტუაცია წინა დღის მსგავსად არ დაძაბულა. თუ მელიქიშვილზე ერთი შემთხვევით გამლელის ამბავი არ ჩაითვლება, რომელსაც საკმაოდ მოხვდა და ჟურნალისტი გოგოების ისტორია, რომლებიც თანატოლი გოგოების სამიზნეში მოექცნენ. ადგილზე მყოფი პოლიტიკოსების ხმაში კი ერთი შეკითხვა ჟღერდა, რატომ არ გამოდიოდა შტაბიდან არავინ, როგორც წინა დღეს. გუშინ ხო იყვნენ დიდგულზე, გუშინ ხო ცემეს ქალები. დღეს რატო არ არიან დიდგულზე? უკვე გვიან აქცია რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა და მერე მალევე დაიშალა. ოღონდ იმ პირობით, რომ მელიქიშვილის გამზირზე ქართული ოცნების შტაბთან პროტესტი უწყვეტი იქნება და მინიმუმ არჩევნების დღემდე. ზოგადად კი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე შედეგად არ დადგება. რომელსაც ჯერჯერობით პოლიტიკურ აქტორთა შორის ხაბეიშვილ ბურჭულაძის თანამოაზრეები პირდებიან მხარდამჭერებს. თუმცა როგორც ამ სცენარის წარმატებაზე, ისე ბოლო 2 დღის მოვლენებზეც ოპოზიციურ პოლუსზე აზრი ორად იყოფა. უფრო რადიკალურად განწყობილნი შეფასებებშიც რადიკალურები არიან. მაგალითად ნაციონალური მოძრაობაში, სადაც სჯერათ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები საზოგადოებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან მთელი საზოგადოება ოპოზიციურ მხარეს დგას. არანაირი საზოგადოებაში შორის დაპირისპირება არ არსებობს. ქართული ოცნების მოღალატე რეჟიმზე ყველა გინება არის ალალი. აი ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ მეორენი, რომლებიც ახლა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან, ემიჯნებიან ნაციონალური მოძრაობის 4 ოქტომბერს. გმობენ გინებასა და შეურაცხყოფას და გმობენ საპასუხოდ ქალისთვის მოქნეულ ხელსაც. ნებისმიერი ტიპის ძალადობა. ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზაცია ჩვენი გუნდისთვის იყო, არის და იქნება მიუღებელი. გუშინდელი შედარებით მშვიდი საღამოს ფონზე უფრო დაძაბული იყო 8 სექტემბერი, როცა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ორდღიანი აქციების ფონზე 3 საქმეა აღძრული. ერთი გუშინ ბანერის დაზიანებაზე, ერთიც ჯგუფური ძალადობის საქმეზე, კიდევ ერთი ქართული ოცნების მიმართვის საფუძველზე, რაც საარჩევნო კამპანიისა და ღონისძიებებისას ძალადობას გულისხმობს. ოპოზიციური ფლანგი მმართველი გუნდისგან იმ მხარდამჭერთა დასჯას ითხოვს, რომლებიც უშუალოდ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.
მონაწილეობდნენ. თუმცა მმართველ პარტიაში სხვა პასუხი აქვთ. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ 8 სექტემბერი პროვოკაცია იყო და იმ საღამოს მხარდამჭერებმა პასუხი გასცეს შეურაცხყოფას, რომელზეც მაგალითად გუშინ მთელი დღის განმავლობაში თავს იკავებდნენ. ეს ფაშისტური დაჯგუფება უკვე მერამდენი დღე არის, ცდილობს, რომ თავისი აგრესიული პოლიტიკა გაატაროს ჩვენ მოქალაქეებზე და მთლიან ხელისუფლებაზე. მათ შორის წინა პროცესში გამიზნულად ჩვენ შტაბ მხარდამჭერთა კლუბთან მისვლა და პროვოცირება ემსახურება იმას, რომ გამოიწვიონ რაღაცა პროცესები და აორგანიზონ რაღაც პროცესები, რომელსაც არასწორად გაყიდიან უცხოეთისთვის. საზოგადოებაც ხედავს, რომ ჩვენ არავისთან არ მივდივართ პირიქით, თუ კი ვინმესთან მიდის, არიან ის ადამიანი, ეს რადიკალური ფრთა, რომლებიც რამდუკე რაღაც ტრადიციად გაიხადეს ყოველ საღამოს საარჩევნო შტაბში მივარდნა და საარჩევნო პროცესებში ჩარევა. იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს ძალიან მუშა საშტაბო საქმიანობა. ეს არის და ეს იარონ, ვინ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე რამდენიც უნდა იარონ, ჩვენთვის მთავარი კერა საარჩევნო პროცესების ეს არის თითოეული სოფელი და ქალაქი. მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ბოლო წელიწადია მწვავეა და ქუჩებზე უკეთ ზოგჯერ სოციალურ ქსელებში ჩანს. თანაც ყოველდღე, როცა სიძულვილის ბარიერს აქეთ-იქით, ხშირად მეგობრები და ოჯახის წევრებიც დგანან. შეურაცხყოფაზე და სიძულვილის ენაზე ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს და რთულია იმის თქმა, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი. თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი დაპირისპირების მწარე გაკვეთილიც არსებობს დამოუკიდებლობის გარეშეზე, როცა ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებითა და შეურაცხყოფით იწყებოდა და ბოლოს სიძულვილმა რუსთაველზე გაისროლა.